მოგესალმებით, ვიფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე რადიო სივრცის ეთერში. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ ჩვენს სეზონს. მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. დღეს 9 თებერვალია 2026 წლის და ჩვენი სტუმარია ბიძინა გიორგობიანი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელი და სწორედ მასთან ერთად ვილაპარაკებთ ჩვენ იმ ვითარებაზე, რაშიც აღმოჩნდა საქართველოს, რაშიც გვიწევს ცხოვრება, როგორი არის 2026 წელი, იმიტომ რომ დაიწყო რაღაც სერიოზული ძრებით შეიძლება ითქვას და როგორც ქვეყნის გარეთ, მთლიანად რეგიონში და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ესეთი გარდამტეხი სიახლეები. და ამ ყველაფერზე ჩვენ მომავალი 1 საათის განმავლობაში ვილაპარაკებთ. პირველ რიგში ბატონო ბიძინა მინდა დავიწყო ესეთი ზოგადი კითხვით, რომ ეხლა არის 2026 წლის თებერვალი. თქვენ როგორ ახასიათებთ რა მდგომარეობაში, რა ვითარებაში ცხოვრობს მსოფლიო? როგორ შეიძლება აღიწეროს ის რეალობა, რაც არის, იმიტომ რომ ჩვენ გასული წლის განმავლობაში არაერთხელ ვილაპარაკეთ იმ ცვლილებებზე, რაც მიმდინარეობდა მსოფლიოში და წლის ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილებები დასრულდა, შეჯამდა. ანუ ის რომ ძველი სისტემა აღარ არსებობს, ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა, ძალთა ბალანსი, ეს ყველაფერი დანგრეულია, ეს წლის ბოლოს უკვე ყველა მსოფლიო ლიდერმა დაადასტურა, განაცხადა და განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ მხრივ დავოსის ფორუმი, სადაც ეს ყველაფერი პირდაპირ გაცხადა და სახელ ეტო. იწყება რაღაცა ახალი, ანუ ყველაზე კლასიკური დახასიათება არის, რომ ძველი აღარ არსებობს, ახალი ჯერ არ დაბადებულა და ჩვენ მყოფებით რაღაც ერთგვარ შუაში, ხო? თქვენ როგორ ეს თქვა დაახასიათებთ ვითარებას? ადრე ისე იყო ხოლმე რომ ჯერ რაღაც ახლის კონტურები ჩანდა ხოლმე და მერე უქმდებოდა საბოლოოდ ძველი. მაგრამ ეხლა რაღაც უფრო უცნაური სიტუაცია, ჯერჯერობით არ ჩანს ის ახალი სტრუქტურა, არ ჩანს ის ახალი რაღაცა უსაფრთხოების იქნება ეს თუ მსოფლიო ახალი წესრიგის კონტურები და ამასობაში ძველი არის აბსოლუტურად მორღვეული და გაუქმებული. ეს არის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აი როგორია ეს წლის დასაწყისი, წლის დასაწყისი არის ძალიან ესე იგი ტემპით, მაღალი ტემპით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, მათ შორის ვენესუელის ამბები, მათ შორის აი ირანის გარშემო დაძაბული სიტუაცია, მათ შორის ევროპის გაერთიანების და ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ძალიან დაძაბული მუხტის შემოტანა, რომელიც რაც თქვენ აღნიშნეთ დავოსის ფორუმზე აშკარად გამოიკვეთა და ფაქტიურად დავოსის ფორუმმა რაღაც ისეთი ჩამოაგდო ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის, რომ ეს გაურკვევლობა ალბათ რამდენიმე წელს გასტანს და ბოლოს რითი დასრულდება ჩვენ ნახავთ. ნუ ამის კონტურები ჩანს, რომ რაც შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დისტანცირებას იმ პროექტიდან, რომელსაც ერთიანი ევროატლანტიკური ალიანსი ქვია. დისტანცირებას უფრო მომგებიან, უფრო პატრონყმურ მდგომარეობაში გადასვლას და ის რაღაცა ღირებულებების ზღაპარი რო აი რაღაცა დემოკრატიის ერთიანი სივრცეს და ადამიანის უფლებების და რაღაც ამას უკვე თავის სახელი დაერქმევა და აქ იქნება ყველაფერი ანგარიშით ვის რა ინტერესებს და რომელი ნაციონალური სახელმწიფოსთვის რა არის უფრო მომგებიანი. აი ეს რასაც ჩვენ ვხედავთ წლევანდელი წლის დასაწყისში აქვე დაუბრუნდეთ ჩვენ უკან რაც ჩვენ გვაწუხებს და რაც გავლენას ახდენს გარკვეულად საქართველოს. ეს არის უკრაინის ომი, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უკვე მალე მეხუთე წელში გადავა და უფრო ხანგრძლივ პერიოდში გადავა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი იყო და დასრულებას არ უჩანს ჯერჯერობით. არაფერი ისეთი სერიოზული განზრახვა ამ დასრულებისა არ არის არც ერთი მხრიდან, არც ევროპული მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამ ომში არიან პირდაპირ ჩართული ფულით და იარაღით და უკრაინული ფიზიკური ძალით იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და არც რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს ამ ომს, დაბომბვას და
ამ 25 და 26 გრადუს ყინვაში მთელი მოსახლეობა არის ფაქტიურად განწირული უკრაინის. ეს უკრაინის კონფლიქტის წელს მე არ მგონია რომ დასრულდეს და კიდევ ალბათ დიდხანს არ დასრულდება ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკების და სამხედრო ძალის დაპირისპირება ერთმანეთთან, არამედ ეს არის ორი ისეთი სამყაროს დაპირისპირება, რომელიც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ქართველებს, რომლებმაც თავი დავაღწიეთ ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევისგან, კი ახდენს ირიბ გავლენას ჩვენზე ეს კონფლიქტი, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ბევრი რამ გახადა ცხადი და ჩვენ გავხდით განსაკუთრებით ფრთხილი და პრაგმატული ამ ომის შემხედვარეს და ნათლად გამოჩნდა ყველა ის ილუზორული რაღაცა მითები, ის ყველა ილუზიები, რომელშიც ჩვენი რამოდენიმე თაობა ცხოვრობდა და ეს განსაკუთრებით დიდი გაკვეთილი გამოდგა ჩვენთვის. აი ესეთია ამ წლის დასაწყისი და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს გვერდსაულის ყველა ამ განსაცდელს და თავის ღირსეულ ადგილს მოძებნის იმ ახალ წესრიგში, რომელიც როგორც დასაწყისში თქვი უკვე რომლის კონტურები კი ჩანს თითქოს რაღაც სამი დიდი გლობალური პოლიტიკური ცენტრი, ორი უпроსორეთ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მათ შორის რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არ არის და მათი პოტენციალი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ჩვენ არ გვაქვს დიდ პოლიტიკურ ძვრებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი რაიმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისტორიული მეხსიერებიდან და გამოცდილებიდან და იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაჩვენა ახლა უკრაინაში მიმდინარე ომმა, დიდი გამოცდილება დაგროვილი და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია სწორი არჩევანის გაკეთება ყოველთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ მოხდეს ისე турბულენტურ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენ მოვყევით 90-იან წლების დასაწყისში. მე ჩვენ კი ვთქვით და რომ თითქოს ძველი დასრულდა და ყველა შეთანხმდა, მაგრამ დასრულდა გაცნობიერება იმისი, რომ ის წესრიგი რაც იყო შემაკავებელი აღარ არსებობს. მაგრამ არნიშნავს, რომ დასრულდა ყველაფერი, ყველა პროცესი და მთავარი რაც ყველაზე მეტად ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, ეს არის უკრაინაში ომი, ხო? ეს ჯერ არ დასრულებულა და კლავინდებულად აგრძელებს განვითარებას, თუმცა 4 წელი უკვე პრაქტიკულად შესრულდა და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის სტრატეგია უკრაინასთან მიმართებაში არ იცვლება, ანუ ის ვერ აწვდის საკმარის დახმარებას და იარაღს იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს ფრონტის ხაზზე გარდატეხის შეტანა, ან რაღაც წინსვლა, ყოველ შემთხვევაში საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ვერც კი ვხედავთ რუსეთის აღმავალ დინამიკას, მაგრამ ეს ხდება ძალიან ნელა, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად და უკვე ჩანს, რომ გაწელილი ომია და ამავე დროს ჩვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურება 2025 წელი ხასიათდებოდა იმით, რომ ის თითქოს ცდილობდა ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლებას გამოსვლას, საერთოდ 180 გრადუსით შეატრიალა პოლიტიკა, დახურა რბილი ძალის ცენტრები, პირიქით დაიწყო არა დემოკრატიაზე ლაპარაკი, არამედ ინტერესებზე, გავლენაზე, ვაჭრობაზე, ვისთვის რა სარგებელი აქვს და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმებაზე. მაგრამ შემდეგ უცებ ჩვენ ნახეთ, რომ ის პირიქით ამავე პარალელურად დაიწყო გააქტიურება. მადუროს საკითხი უკვე ახსენეთ, ირანში მიმდინარეობს ესკალაცია, მიაყენა ფლოტი, იქ იყო არეულობა. ეს ჯერ კიდე არ ჩანს და დღეს სოფლიო მარჩიელობს, რომ ირანი უფრო გამწვავდება, თუ არ გამწვავდება. პირიქით და მოინახება რაღაცა გამოსავალი და ისედაც შეთქმულებებით სავსე სოფლიო მედიაში, რომელსაც განსაკუთრებულ ცეცხლზე ნავთს ასხამს ეს ეპშტეინის გადაღებული ფაილები, მიმდინარეობს მარჩიელობა, რომ ვის ინტერესშია ეს ომი, როგორ შეიძლება აირიოსად წავიდეს, რა პოზიცია უჭირავს ისრაელს, არაბეთის ქვეყნებს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის შეცვლილი ვითარება და თქვენ ბრძანეთ, რომ კი, ჩვენ პირველ რიგში თავი ავარიდეთ ძალიან მარტივ სქემას, იმიტომ რომ გასაგებია, რომ დასავლეთი უპირისპირდება რუსეთს, ეს არის ერთგვარი პროქსი ომი მათთვის, სანამ ისინი ახერხებენ გადატვირთვას, რაც კიდევ უფრო დამძიმდა და ეს ამოცანა უფრო გაღრმავდა მაშინ. ეს ახლა ჩანს, ბატონო, რომ ადვილი აღსაქმელა თორე ძალიან ძნელი იყო. 2022-ში პირიქით ეს იყო შოკის მომგვრელი საქართველოს ეს პოზიცია, მაგრამ
ის მაშინ ბევრი კამათი კი უწევდა, მაგრამ ეს ხო გასაგები იყო, რომ თუ შენ ცდილობ რუსეთის შეკავებას, ბუნებრივია, რომ სხვა ცხელი წერტილები, ეს ელემენტარული სამხედრო სტრატეგიაა და თუ ავიღებ ჩვენ თურქეთის დაპირისპირებას მე-19 საუკუნეში, ზუსტად ამგვარად ხდებოდა. ეს ხდება შავი ზღვის აუზში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ბალკანეთში და ყოველთვის კავკასიაც იყო ფრონტი, ამიტომ ვიღაცებს რატო უკვირდათ. ხო, ეს რატო უკვირდათ ეს ამბავი, ეს პერსპექტივა არ გვესმის, მაგრამ უკვირთ იმათ, ვინც არ გამორიცხავს გეოპოლიტიკას და რეალპოლიტიკას როგორც წარსულის მთავარ ფორმატს და მიაჩნიათ, რომ მან ისტორია დაიწყო 1990 წელს. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ყველაფერი განოლდა და ეხლა თავიდან ვიწყებთ. ანუ აქ არის ძირითადი აცდენა. თუმცა თქვენ თქვით, რომ საქართველოს ჭირდება აი ამ ვითარებაში, რომ ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით რა როგორ მოხდება, სხვა გამოსავალი, რაღაცა თავდაცვის მექანიზმი და თქვენი პოლიტიკური ძალა უკვე ლაპარაკობს, რომ ნეიტრალიტეტია სწორედ ეს ფორმატი. ხა აქ ჩვენი აზრები განსხვავდება. აი მე პირადად მაგალითად ესე არ ვფიქრობ, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება ჯერ საერთოდ შესაძლებელია ამ ფორმით, იმიტომ რომ მგონია რომ მე მაინც უფრო ვიმხრობი კლასიკურ თეორიას ნეიტრალიტეტის, რომელსაც სახელმწიფო კი არ აცხადებს. ეს უბრალოდ მის გარშემო არსებული დიდი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ, რომ მათ დატოვონ რაღაცა ბუფერული ზონა. ან კლასიკური მაგალითი არის შვეიცარია, ხო, როცა მე-19 საუკუნეში რაღაც 200 წლის წინ, მეტი წლის შეთანხმდნენ, რომ აი შვეიცარია იყოს ესე. არავინ არ აიღოს ეს სტრატეგიული სიმაღლე. ანუ კლასიკურ შემთხვევაში რუსეთი, ირანი, თურქეთი უნდა შეთანხმდნენ, რომ მოდით, კაი, ბატონო, საქართველოს შუაში იყოს ეს ბუფერული ზონა. ამიტომ საკუთრივ ჩვენი მხრივ ინიცირება და ძალისხმევა ამისი, მე ცოტა ვერ წარმოვიდგენი. აი თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ უყურებს აი ამ პერსპექტივას, მით უმეტეს, რაზეც შევთანხმდით იმ ვითარებაში, როცა პროცესი დინამიურია, ჯერ არ ჩანს კონტური რა იქნება ხოლმე. ძალიან ბევრი საკითხი შეეხეთ. კი ბატონო. თქვენ თავიდან და მოდი თავიდან დავიწყებ იმით, რომ მე არ მგონია, რომ უკრაინაში უკვე ბოლო 1 წელია, უკვე სოფლიო პოლიტიკა გადავიდა უფრო სხვა სიმძიმის ცენტრი გადავიდა უფრო სხვა მიმართულებით და მე არ მგონია, რომ საქართველოს ბედი ახლა უკრაინაში წყდება. იყო ერთი პერიოდი დასავლეთ ევროპაში დაახლოებით 60-იან წლებში მიმდინარეობა ესეთი, რომ აი როდესაც იქ რაღაც ღირებულებების თეორია მეფობდა ჯერ კიდევ, რომ აი ესე იგი ჩვენი დასავლური ღირებულები, დასავლეთის ბედი წყდება ვიეტნამში, როდესაც ვიეტნამში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის და ამერიკას შორის დაპირისპირება პროქსი პოლიტიკური რეჟიმების ხელით, იმიტომ რომ ესეთი დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან პირდაპირ არ ომობენ რაღაც ტერიტორიებზე, სადაც შეუძლია რომ ვიღაც გაბრიყვებული ხალხი, როგორიც დღეს უკრაინელები არიან, აომონ ერთმანეთთან. რაც შეეხება იმას თუ სად უფრო მიმაჩნია მე რომ წყდება დღევანდელი საქართველოს ბედი, ეს არის ახლო აღმოსავლეთი და კონკრეტულად ირანი, ვინაიდან ირანთან პირდაპირ სამხედრო შეტაკება ამერიკის შეერთებული შტატების გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის შეცვლას და ეს იქნება ძალიან სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც ექნება თავისი შედეგები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ირანისთვის, ასევე შემდეგ თურქეთისთვის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც იმიტომ აქტიურობენ თურქეთთან ერთად და ისრაელთან ერთად, პირველ რიგში ისრაელის დიდი საფრთხელის. ასეთ შემთხვევაში, რომ ეს ომი არ დაიწყოს და ალბათ ამიტომაც შეჩერდა ეს სამხედრო მომზადება და უკვე შემდეგ ჩრდილოეთით, ირანის ჩრდილოეთით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და უფრო ნაკლებად საქართველოს, მაგრამ ჩვენც მოგწდება ჩვენ ეს კონფლიქტის რაღაცა ეკო აქ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო აქტუალურია ჩვენთვის შესასწავლათაც და დასაკვირვებლათაც, ვიდრე უკრაინის ომი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც აი დიდი იმით თავი დავახციეთ, ეს იყო ძალიან რთული ბულინგის, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბულინგის პოლიტიკური ტერორის ფაქტიურად, რომელიც მოდიოდა ევროკავშირიდან, ბრიუსელიდან და ბაიდენის ადმინისტრაციიდან, კვირაში 3 ბრიფინგი ტარდებოდა, სადაც საქართველოს ესე ყოველად უსამართლოდ საყვედურობდნენ და რაღაც ბრალდებებს უყენებდნენ. ამის მიუხედავად ჩვენ თავი დავახციეთ ამ კონფლიქტს და უყურებთ შორიდან.
და გამოგვაქვს დასკვნები. ეს უკვე დადებითია ჩვენ და ჩვენი ბედი წყდება საქართველოში და ჩვენი ბედი წყდება ჩვენი ურთიერთობით ჩვენს უშუალო მეზობლებთან. და მივდივარ იქამდე, სადაც ბოლოს თქვენ თქვით, რომ აი რა არის ეს ნეიტრალიტეტი და თქვენ არ ეთანხმებით ამას, გასაგებია, ბევრი რაღაც არგუმენტი ალბათ გააქვთ თქვენ საიმისო, რომ ესე არ იყოს, მაგრამ ჩვენი არგუმენტები უფრო მეტია. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს არგუმენტები ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, ვილაპარაკეთ ძალიან ისეთ ესე იგი ჩვენს ოპონენტებთანაც, ჩვენს მომხრეებთანაც და ნეიტრალიტეტი, თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი როგორია ახლა, ესე იგი შენ უნდა თქვა, რომ ნეიტრალიტეტი ქსურს, თუ სხვა სახელმწიფოები შენ ტერიტორიაზე თვითონ გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს, ეს არის ალბათ რაღაცა კონფლიქტის შემდეგ დამარცხებული ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადებული ნეიტრალიტეტი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ დამარცხებულის პოზიციიდან ნეიტრალიტეტზე. ჩვენ ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ არა როგორც რაღაც დროებით მანევრზე, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ აქვს, არამედ ჩვენ ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ როგორც საქართველოს სახელმწიფოს მომავალ კონცეფციაზე, საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე, რომელიც უნდა აშენდეს მეზობლებს შორის, დიდ იმპერიებს შორის, რომელიც ჩვენ გვარტყავს, რამოდენიმე დიდი იმპერია გვესაზღვრება ჩვენ უშუალოდ, ეს არის თურქეთის, ეს არის რუსეთის, ირანის, ჩინეთის ზესახელმწიფოს თავისი უმძლავრესი ეკონომიკით აქვს ინტერესები საქართველოში. თქვენ ნახავდით ალბათ გუშინ ევროპის კომისიის დასკვნას, რომელიც ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს და ჩინეთის შორის აი ამ ურთიერთობებს და საქართველოს როგორც სატრანზიტო და დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციას. ეს ლაპარაკი იმ ევროკომისიაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსზე სულ სხვა ტონით ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ, ესე იგი, სწორი პოზიცია, სწორი მიდგომა ევროპული პოლიტიკის მიმართ და აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენ სულაც არ გვიხარია, რომ ევროკავშირი ესე მდგომარეობაშია, როგორშიც მას მოიხსენიებს ან დონალდ ტრამპი, ან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ან სხვა პოლიტიკოსები. ჩვენთვის კარგი იქნებოდა, რომ ევროკავშირი ყოფილიყო ძლიერი ეკონომიკური გაერთიანება, რომლისკენაც ორიენტაცია ექნებოდა და კავშირები ექნებოდა საქართველოს და ტრანსფორმაცია არ განეცადა მას და არ გადასულიყო უფრო მეტად მილიტარისტულ მიმართულებაზე. იმხელა ბიუჯეტი მტკიცდება და იმხელა ბიუჯეტიზეა ლაპარაკი ევროკავშირში სამხედრო ხარჯებზე, რომ ამხელა ბიუჯეტის და ამხელა სამხედრო შესაძლებლობების გაერთიანებამ, რომელსაც 500 მილიონი მოსახლე ყავს, არ შეიძლება რომ მომავალში არ გამოვიდეს ესეთი გაერთიანება რაიმე ისეთი ძალისმიერი გადაწყვეტის ინიციატივით რომელიმე მიმართულებით. იქნება ეს უკრაინა თუ იქნება ეს დაუშვათ ბალტიის მიმართულება, სადაც მათი წარმოდგენით აპირებენ რუსები შეჭრას და იქაურობის დაპყრობას. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან წავიდა ესეთი არასასურველი მიმართულებით ჩვენთვის და იმათთვის, ვინაიდან მათ თუ სურთ ჩინეთთან იქნება ეს თუ ინდოეთთან იქნება თუ სხვა შუა აზიის ქვეყნებთან პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობები, ამისთვის აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სამხრეთ კავკასიასთან მათ კონდეთ რაღაც თანამშრომლობის რეჟიმი და არა ისეთი კონფრონტაციული, როგორცაც ეს რაღაც იდეოლოგიით შეპყრობილი ადამიანები ლაპარაკობენ ბრიუსელში, ან კიდევ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მებრძოლი და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მოქმედი ადამიანები ევროკომისრების სახელით, როგორიცაც წარმოადგენენ ბალტიისპირეთის კომისრები. მე ფაქტიურად ვხედავ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია და ევროკავშირის სტრუქტურები რაღაც ამ ბალტიისპირეთის პატარა სახელმწიფოებიდან წამოსული პოლიტიკოსების პერესტროიკის შვილების მძევლებად იქცნენ და ისინი ვერ ახორციელებენ იმ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც
იქნებოდა კარგი როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ეს რაღაც მათგან წამოსული ინიციატივები, რაც შეიძლება მეტი უნდა დაუწესოთ, ეს სანქციები არ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ჩამოშლისგან შორსაა. ხო და სანამ ის ჩამოიშლება, მანამდე ხედავთ, რომ ეროზია შეეპარა თვითონ ევროკავშირს. თავის პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ეს, თუ გრენლანდიის საკითხი იქნება, თუ კანადასთან ურთიერთობა იქნება, თვითონ შიგნით დაიწყო ისეთი პროცესი ამ ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან შორს წავიდა. ეს არ არის დაუშვათ რამოდენიმე ჩინოვნიკის მიერ ისე დაუფიქრებელად გაცვლილი სიტყვები. ეს უკვე რაღაც კონცეპტუალურ დონეზეა. ამიტომ ნეიტრალური დამოკიდებულება ეს უნდა იყოს ქვეყნის მთავარი საყრდენი. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ სურვილს ვერავის ვერ მოვახვევთ. თავს ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი მდებარეობა, გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც არაერთხელ შეგვახსენეს ჩვენ ევროკავშირიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც. თქვენ გახსოვთ მაკრონის პირდაპირ ესე იგი ესეთი გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიდან რო თქვა, რომ მან ცოტა სხვა გეოგრაფიაო, ხო? ჩვენ უნდა რუკას კარგად შევხედოთ, კარგად დავხედოთ, გავიაზროთ ჩვენ სად ვართ, ჩვენ არ გვაქვს მე უკვე 1000-ჯერ მაქვს ალბათ ეს ნათქვამი, რომ პირდაპირ არ ვემიჯნებით ჩვენ ევროკავშირს და ნატოს ესე იგი სამხედრო ალიანსი კიდევ უფრო შორია ჩვენგან. ევროკავშირში მიღებას თუ დავუკვირდებით, ჩვენ ევროკავშირში სანამ მიიღებენ რომელიმე ქვეყანას, იმ ქვეყანას ჯერ იღებენ ნატოში. რაღაც განსაწმენდელივითაა ეს და იქ მერე რაღაც შიდა ინსტიტუციების ცვლილების შემდეგ მიიღებენ ან არ მიიღებენ ხოლმე ევროკავშირში ბევრია ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. ჩვენი ნეიტრალიტეტი არ არის უღონობის, უძალობის და აი რაღაც სასოწარკვეთის ნაბიჯი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პირიქით განვითარების და ეკონომიკური განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ კი ითქვა უკვე თვითონ ნატოს მთავარი სპონსორებისგან და შემქმნელებისგან, რომ ნატოს ალიანსი აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით, გვითხრეს ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა ეს 2008 წლის იმ სამიტისთან უკვე გავიდა 18 წელი გავიდა, ხო? და ფაქტიურად ჩვენ რამენაირად უნდა დავიჯეროთ ეს რაღაცა ურჩი ბიჭი რო არიჯერებს, რომ ვიღაც გოგოს არ მოწონს, ესეთ პოზიციაში აღარ უნდა ვიყოთ ჩვენ. ვერ კეთდება ეს გაფართოების პოტენციალი აღარც ნატოს აქვს და აღარც ევროკავშირს. ეს არის რეალობა. თუ ამ რეალობას გაუკეთებთ რაღაც აბსტრაგირებას ჩვენ და ვიტყვით, რომ აი ჩვენ რაღაცა ღირებულებებზე ვილაპარაკებთ ისევ და ამ ღირებულებების უკან ყოველთვის დგას ვიღაცის ინტერესი. ღირებულება თავისით და დამოუკიდებლად ბუნებაში და სივრცეში არ არსებობს. ამ ღირებულების უკან ვიღაცის ინტერესი დგას. ვინც ეს ღირებულება შექმნა, ან ვინც ემსახურება ამ ღირებულებას, ვინც აფინანსებს ამ ღირებულებების გავრცელებას, ფერადი რევოლუციებით იქნება ეს თუ სხვადასხვა მეთოდებით, მათი ინტერესები დგას ამ ღირებულებების უკან. თუ კი ჩვენ ამ ღირებულებებს მივყვებით ბოდისვიხდი და საფლავში და ვხედავთ, რომ ეს ღირებულებები ფაქტიურად გაუქმებულია უკვე და თქვენს უკვე ბრძანეთ წეღან, რომ ეს ძველი წესრიგი აღარ არსებობს და ძველი წესრიგი სწორედ ამ რაღაც ეგრეთ წოდებულ ღირებულებებზე იყო დამაგრებული, არა, თუ კი ეს არ არსებობს, ჩვენ უნდა შევხედოთ პრაგმატულად და პრაგმატულად შეხედოთ ჩვენ გვიბიძგებს იქითკენ, რომ ჩვენ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანება ამ ადგილას, სადაც ჩვენმა წინაპრებმა ამდენი 1000 წლის განმავლობაში შეინახეს ეს ქვეყანა და მოუფრთხილდნენ ამ მიწაწყალს, ამ ადგილას რომელიმე ალიანსის წევრობა ავტომატურად ნიშნავს მეორე სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ განწყობას. იმ წუთში თუ არა და იმ მომენტალურად ომს თუ არ ნიშნავს,
თქვენ კარგად გაიხსენეთ დაუშვათ რუსეთ-თურქეთის ომის დროს საქართველოში რა ხდებოდა. ხოლმე გამოაგზავნიდნენ ერთი ასკაციან კორპუსს, ქართველებს გაუხარდებოდათ მაშინ რომ არ იქ აგერ უკვე დაგვეხმარენ ჩვენ რუსები და წავიდოდნენ თურქების წინააღმდეგ და უცებ მოვიდოდა რაღაცა ერთი წერილი მოსკოვიდან რომ ჩვენ ახლა აქ მოვილაპარაკეთ რაღაცა და გამოდით უკან გავიდოდნენ ეს მათგან შემოსული ჯარი უკან და ჩვენ ვრჩებოდით მტრის წინააღმდეგ მარტო ასე მოხდა ირანის ბოლო და ირანის ბოლო შემოსევისას. ამიტომ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვაიძულებთ რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი აღიარო, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითქმის თანაბარი სამხედრო და პოლიტიკური წონის მოთამაშეებს შორის, როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის თურქეთი და როგორიც არის ირანი, მივაღწიოთ პოლიტიკური კონსენსუსი, იქნეს მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის დამაკავშირებელი ნეიტრალური ტერიტორიის და ნეიტრალური სახელმწიფოს აღიარებისათვის, რომლის ფუნქცია იქნება სტაბილური სატრანზიტო, სავაჭრო და ფინანსური ინსტიტუციების და ინფრასტრუქტურის შენახვა, მოწყობა და განვითარება. თქვენ ესე იგი როგორც აღნიშნეთ, რომ ეს იყო გაცხადებული, ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ აი მოლდოვასაც ჰქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული, უკრაინასაც ამარა მოიტანა, ვერაფერი ვერ მოიტანა და ჩვენ თქვით, რომ 2000 ამბობენ, რომ საქართველოსაც ჰქონდა. ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ ამაზე, აი ოპონენტების გავცემთ რა თქმა უნდა პასუხს, მაგრამ პირველ რიგში მინდა ის თქვა, რომ ის რაც იყო დაკიდებული და სხვათა შორის მაშინ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო იმ დროს ამ 2008 წელს მოკლედ ბუქარესტის სამიძე, სადაც ჩვენ მოგწეს, ისინიც კი ცუდად აფასებენ, რომ არ უარესი სცენარი მოხდა ჯობდა საერთოდ არაფერი ჩაეწერათ კომუნიკეში, ვიდრე ჩაეწერათ ის, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ტრიგერი, რომელიც რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა და ბოლომდე იძახდა, რომ მაშინ წაშალეთ ეს იქიდან. და მე ხა დღეს ყველა ევროპელი ლიდერი იხსენებს, რომ თქვენ ხო გესმით, რომ ეს არარეალისტურია ვეუბნებოდით რუსებს და რუსები იძახდნენ, რომ თუ არარეალისტურია, მაშინ ეს დააფიქსირეთ, იქ ხო ეს ჩაწერეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს კარგი კაზუს ბელი აღმოჩნდა რუსეთისთვის. მაგრამ ეს ტაფილო, რომელიც იყო ვირის წინ დაკიდებული 2022 წელს ჩაიკბიჩა. და შესაბამისად ეს რეალობა შეიცვალა. უბრალოდ მე აი ადამიანები, ვინც არიან დარჩენილები და დღემდე არ აღიარებენ, რომ აი ეს რეალობა სრულად შეიცვალა, ნუ მე უბრალოდ არ მისმის მათი ეს რანაირად შეიძლება ესე იყოს, თუმცა დღეს საქართველოს რას თქვენ აღწერეთ მოდელი, რომ არის ძალიან დიდი ინტერესები, გზაჯვარედინი, დღეს საქართველოს თავისი პოლიტიკით ამგვარად იქცევა რეალურად და ამგვარად ლავირებს. უბრალოდ მე არ მესმის რატომ შეიძლება ჩვენ წინ სწრებით, ნუ ამაში შეიძლება ჩვენ გქონდეს ასთა სხვადასხვაობა, არ არის პრობლემა. ეს გავაფორმოთ და რაღაცნაირად გამოვაცხადოთ, მით უმეტეს იმ რეალობაში, რომ ჩვენ თქვით არსებობს ირანი, არსებობს თურქეთი, არსებობს თურქეთის ინტერესები და მისი ძალიან მჭიდრო ალიანსი აზერბაიჯანთან, არსებობს ირანის საფრთხე და მისი გარემოცვა და უკვე ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პირდაპირ ინტერესი, რომ ირანი იყოს სუსტი, არსებობს რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური სურვილებით და ორი ჩვენი ძალიან საკვანძო რეგიონის ოკუპაციით, რაც ხდის ძალიან რთულს, ანუ ძალიან ბევრი ინტერესია, რომ ამ ინტერესებში შეიძლება საერთოდ არ ჯდებოდეს, რომ იმიტომ ჯერ უნდა მოხდეს და რაღაც დასრულდეს რაღაც სცენარი, თუნდაც კონფლიქტის, რომ იქ საჭიროება გაჩნდეს. და იმისი, რომ თუ არ შეიქმნა საჭიროება, რომ შესაძლებელია, რომ თქვა პატარა მოთამაშემ რაღაცნაირად ითამაშოს და იცი რა, მოდი მე ნეიტრალური ვიქნებ. ჩვენ ამას ახლა ისედაც ვცდილობთ და ჯერჯერობით წარმატებით გამოგვდის. მაგრამ თანხვედრა უნდა იყოს. რა თქმა უნდა იყოს ქვეყნის გაცხადებული სურვილიც ერთი, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა იყოს ინტერესი და თანხვედრა და საჭიროება, ისე ვიძახი რომ მე მჯერა შვეიცარიული მოდელის, რომ კი ბატონო, ეს აქ იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ თქვენ იძახით რომ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ არ ველაპარაკებით რუსეთს, გაწყვეტილია 17 წელია მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, მათ აღიარებთ და თვლით რომ ესენი არიან ოკუპანტები, უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი. აი ამ პირობებში როგორ უნდა მოხდეს მოლაპარაკება? ანუ ეს ერთის მხრივ დეკლარაციის დონეზე გასაგებია იდეა ამ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გულისხმობ და არა იმას, რომ ყოველდღიური პოლიტიკა ამ ვითარებაში მაინც რაღაცნაირად საოპერაციო ველზეა, ხო ჩამოსული. აი რა პროაქტიული ნაბიჯები შეიძლება დღეს საქართველოს გადადგას
თქვენ რასაც ფიქრობთ იმ პოლიტიკური პროექტის შესაცხმელად on იმ დათქმით რომ ჩვენ გვესმის რა ხდება გარშემო და მიდის პროცესები რომელიც ჯერ თავის ფინალურ სტადიაში არ შესულა. ანუ რა ნაბიჯები უნდა გაკეთოთ? ესე იგი, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მოლდოვას და უკრაინას ნეიტრალიტეტი რომ ეწერა თავის კონსტიტუციაში, ეს შეაცვლებინეს მოლდოვას გაყალბებული რეფერენდუმით და ჩააწერინეს მსგავსი ჩანაწერი, რაც ჩვენ გვიწერია 78 მუხლის სახით 2017 წელს რომ შეიტანეს კონსტიტუციაში ჩვენთან. და უკრაინამ ეს ამოიღო თვითონ ეს ნეიტრალიტეტი თითქმის მე მგონი იმავდროულად რაც საქართველოს ჩააწერინეს ეს ჩანაწერი. ეს ჩანაწერი ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არის საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში კონსტიტუციებში. Ну ჩვენთან უფრო მეტი ეგზოტიკური ჩანაწერებია იქ პორტები წერია და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამივე სახელმწიფოს უწერია ეს კონსტიტუციაში და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არ არის შემთხვევითი, როცა ის რაღაცა ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მედია საშუალებები აი ტრიო გაიძახოდნენ, რომ ეს ტრიო უნდა ყოფილიყო ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მომდინარე უკრაინა, მერე ქვემოთ მოლდოვა და საქართველო, რუსეთს და დასავლეთ შორის რაღაც ისეთი ეგრეთ წოდებული მე აღარ გადავალ რა ეს მოსაწყენიც არის ამდენი ლაპარაკი უკვე ამ რაღაცა გეოპოლიტიკურ ნახაზების წარმოსახვით ხაზვაზე. ეს ცეცხლოვანი სარტყელი, რომელიც უნდა ყოფილიყო რუსეთის გარშემო, ეს ფაქტიურად განწირული ქვეყნები იყვნენ, ვისაც ეს ჩააწერინეს შიგნით და უბრალოდ დაპირებებით კვებავდნენ მათ, აი მსგავსი დაპირებებით, როგორიც თქვენ ბრძანეთ ახლა, რომ ოდესმე გახდები შენ ნატოს წევრი, თუმცა იქვე კერძო საუბარში კამერა რო გამოირთვებოდა, ყველა ამბობდა, რომ თქვენ იცით, რომ ეს არარეალისტურია. ყველა აღნიშნავდა ამას რა და მაშინ მე მახსოვს 2008 წელს, როდესაც გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი ამას ეწინააღმდეგებოდა, იყო იქ რომ აი ანგელამ დაბლოკა და ამა დაბლოკა და ანგელამ კი არ დაბლოკა, რუსები პირდაპირ ამბობდნენ, როგორც კი ამას გააკეთებთ, ჩვენ გვექნება სამხედრო რეაქცია, ისეთივე რეაქცია, რომელიც მიწეს მათ უკრაინაში 2022 სწორედ ამიტომაც დაბლოკა ხალბატონმა მერკელმა, მას კარგად ესმოდა, ეს ხოთაშორის ეს პასაჟი ძალიან კარგად არის თვითონ სააკაშვილის კარის დოკუმენტალისტიკაში. თუმცა პირდაპირ ყვება ამას, თვითონ თავის ანგელა მერკელის მოგონებებს თუ წაიკითხავთ, იქ ნახავთ თქვენ, სადაც ის დაახლოებით ერთ გვერდზე ყვება ღამის გერმანული დროით ღამის 2 საათზე, როგორ ურეკავდა ჯორჯ ბუში და ეუბნეოდა, რომ უნდა მივცეთ ეს მაპი და ეს ქალი, ეს ქალბატონი, რომელსაც ესმოდა აღმოსავლეთ ევროპის და ნაცხოვრები იყო. ხა კი ამბობენ იქ შტაზი იყო, ის იყო, ეს იყო, არაფერი შტაზი არ იყო ეგ. თუ შტაზი იყო, მით უმეტეს იმ ამერიკული და დასავლური საგარეისთვის, რა ქვია, დაზვერვისთვის, რომ ესეთი კანცლერი ყავდა მთელი 16 წლის განმავლობაში იქ. არა? იმან იცოდა, რომ ეს რა მოყვებოდა ამას, მას ესმოდა იქ სამხედრო ბლოკის ინტერესები აღმოსავლეთით და ესმოდა სამხედრო ბლოკის ინტერესები დასავლეთით და მან იცოდა რაც მოყვებოდა ამას და მან ისიც იცოდა 2007 წელს, როდესაც გერმანიაში ჩავიდა სააკაშვილი და შეხვდა მას, მან ისიც იცოდა ამ ექსცენტრიული და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ხელში რა შედეგს მოიტანდა ეს ყველაფერი. ეხლა რო დაუბრუნდეთ იმას, რომ დაუშვათ ჩვენ რა შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ გამოვაცხადოთ და ეს როცა ესეთი რანაბიჯები უნდა გადავდგა, ჩვენ პირველ რიგში როგორც ამბობთ, რომ ეხლა აქ ხელისუფლება დღევანდელი ფაქტიურად ამას ასრულებს ამ ნეიტრალიტეტს და ლავირებს, ეს ძალიან გავს შევარნაძის დროინდელ ლავირებას. როდესაც თითქოს რაღაც იქ ლავირებდა მოსკოვს და დასავლეთს შორის და 98 წელს თქვა, რომ იქ რაღაცა დავაკაკუნებ და ასე შემდეგ. ესეთი ლავირება კარგია მაშინ, როდესაც შენ უკან დგას რაღაც ძალიან დიდი სამხედრო ძალა ან რაღაც აუღწერელი ფინანსური ძალა, როგორც დაუშვათ თქვენ მიერ ნახსენებ შვეიცარიაშია. ჩვენს უკან რაიმე ძალა არ დგას და როდესაც ჩვენ ომში არ შევდივართ და ძალიან დადებითად ვაფასებ ამას და უფასებ ყველას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც ამას ჩვენ აგვარიდა, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ აი ერთი თუ რაღაც ცოტა ოდნავ ღიმილით შემოხედა რომელიმე ნატოს გენერალმა, რომ აი ჩვენ ნატოში რაღაც სტატუსი მოგვემატა იქ
და აღარ ვართ ის კი აღარ ვართ რა ქვია პარტნიორის დონეზე აგვიყვანა როგორც კი რაღაც შეფასება წამოვა იქიდან რომ აი ჩვენ უკვე დასავლურ სტანდარტებზე გადავდივართ და ასე შემდეგ როცა შენ მაინც ამბობ რომ მე მივდივარ ევროატლანტიკური სივრცისკენ და შენ კონსტიტუციაში ისევ ის გიწერია რაც ჩვენ გვიწერია, რაც მოლდოვამ ძლივს გაყალბებული რეფერენდუმის საშუალებით ჩაწერა და იგივე გზაზე მიდიხარ შენ და არ ამბობ იმას რომ დაუშვათ ამ სოფლიო პოლიტიკური რეალობისგან გამომდინარე ჩვენ შეიძლება გადავხედოთ ჩვენს არჩევანს რომელიც მივიღეთ ჩვენ მოტყუებით და რაღაც წარმოსახვით საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში იყო განცდა იმისა, რომ იქ იყო რაღაც ენით აუღწერელი სამოთხე, სადაც ჩვენ გველოდნენ და საიდანაც ჩვენთან მოვიდოდა სიუხვე და სიკეთე. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ძალიან პრაგმატული, ცივსისხლიანი სამყარო, საიდანაც მოდის მხოლოდ საკუთარი ინტერესები. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ინტერესები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ მომავალში. და უნდა ხელისუფლებამ გაცნობიეროს ის და მაშინ თუ ნეიტრალურ პოზიციაზე დგას, უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს იმის საშუალება, რომ კონსტიტუციაში შესწორებით შესული ეს 78 მუხლი ამოვიღოთ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე შეიძლება რომ ეს შესაძლებელი გახდეს და ჩვენ მუშაობთ ამაზე. ან რაღაცა მსგავსი. იმიტომ რომ ეს დაჟინებული ის რა ქვია გამეორება იმისი მანტრასავით რომ აი ჩვენ 2030 წელს შევალთ ევროკავშირში 2030 წელს ევროკავშირში რანაირად შევალთ როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერი გუშინ წინ აცხადებს რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი ემზადება თურმე რუსეთის წინააღმდეგ საომრად და ამას მოწმობს ის დიდი ბიუჯეტი, სამხედრო ბიუჯეტი, რომელზეც მე დასაწყისში ლაპარაკობ. ოღონ ამას უცა ამბობს, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი, ვინც ყავს ჩვენ ევროპაში, ეს არის უნგრეთი. მისი პრემიერ-მინისტრი ზუსტად გარკვეულწილად იმეორებს ასე თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ვართ 500 მილიონიანი კონგლომერატი. ევროპა ჩვენი GDP-ით, რომელიც მართალია შემცირდა, მაგრამ მაინც დიდია და ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ უზრუნველყოთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა. ანუ თქვენ რაც თქვით, რომ აი ბალტიისპირეთის მაგალითი, ბალტიისპირეთი აღმოჩნდა ნატოშიც, აღმოჩნდა ევროკავშირშიც, ამ შემთხვევაში არსებობს შიში ევროპაში, რომ მით უმეტეს აი ამ შეცვლილი ამერიკული სტრატეგიის ფონზე, რომ აი რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში და ის აუცილებლად დაესხება სხვა ტერიტორიებს, ის მოინდომებს, რომ გატესტოს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ და ამიტომაც თავდაცვის უნარიანობა უნდა გაიზარდოს და უნდა მოხდეს ბუნებრივია ეს ხა პირველი შიში არსებობს სწორედ ბალტიისპირეთთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება მოხდეს თავდასხმა. მაგრამ ეს არის უკვე კაფიოდ გაევლო ზღვარი, რომ არსებობს ევროკავშირის და ნატოს ტერიტორია და არსებობს რაღაცა მის მიღმა. ცხადია, რომ იყო რკალი შექმნილი, რომელსაც ერთგვარი დაპირება იყო, მაგრამ შენ დაპირება გაგამ დაპირებების საფასურად უნდა გადაიხადო რაღაცა და შეასრულო შენი ფუნქცია. აი, ხდიან უკრაინელები და ჩვენს გადავიხადეთ 2008 მე წელს. ძალიან მჯერა რომ ეს აუცილებლად არა მარტო ერთხელ გადაიხადე, არამედ ბევრი და საერთოდ ჩვენ ისტორიაში თუ ვიღაც კარგად ჩაიხედავს, არაერთხელ შეგვისრულებია მსგავსი ფუნქცია. აი ეს წინა ხაზზე ბრძოლის და ნუ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ტექნოლოგიურ და დღევანდელ სამყაროში ეს უკვე ძალიან ძვირი გახდა, ხო? ეს აღარ არის შუა საუკუნეები, რაღაცა ხმლის ეპოქა. ამიტომ ეს გასაგებია რომ აქ რაღაცნაირად ჩვენ მე მგონი თქვენ გადმოხვდით ნეიტრალიტეტის პოზიციაზე. არა, ყოველ შემთხვევაში მაგ პოზიციაზე არა, მე მინდა დავაფიქსირო სად არის განსხვავება. განსხვავება იმაშია რომ ერთია რომ რაღაცა საკეთებ, მეორე არის მე ვერ ხვდები რა საჭიროა ამის დეკლარაცია ჩაწერა იმ პირობებში, ისე ვიძახი, როდესაც არსებობს ორი ოკუპირებული ტერიტორია, არსებობს რუსეთს უკვე მიღებული აქვს, ანუ საქართველოსთან ის და საქართველოში აქვს ის სამხედრო გავლენა, რაც მას ჭირდება ტერიტორიის კონტროლისთვის, ჩვენ ვხედავთ, რომ ანუ ირანში კონფლიქტი მწიფდება, ჩვენ ვხედავთ, რომ კიდე არ იცით, აი ხა კიდევ ერთხელ მორიგი ნაბიჯს გადადგამენ, აი ამ სომხეთმა წააგო ომი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ფორმდება რაღაცა გარკვეული დიდი ძალების
მხრიდან ზეწოლით გარკვეული დერეფანი კეთდება და რაღაც ალიანსი ფორმდება, რაც ნიშნავს კავკასიაში გავლენას, ანუ ტრადიციულად რუსული გავლენის ბოლო ყოველ შემთხვევაში 200 წლის განმავლობაში რუსული გავლენის არეალში ძალთა ბალანსის ცვლილებას, აი ამ პირობებში ვის ჭირდება ეს ჩვენი ნეიტრალიტეტი, ცოტა ჩემთვის ამ შემთხვევაში გაუგებარია, მაგრამ მით უმეტეს რომ ოპონენტები მე ისე ვიძახი ძალიან კონკრეტული ისამა, დიდ სურათზე ჩვენ თახვდებით საქართველოს რისთვის არის განწირული, მაგრამ წარსულზე, მაგრამ აი ხვალ ჩვენ რაღაც აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ რაღაცა გავაფორმოთ. აქ ცოტა ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ჯერ კიდე არაფერი გამოკვეთილი არ არის, ხვალინდელი მსოფლიო როგორ კი ბატონო, მაგაზე თქვენ ხართ ჩვენ რომ გადავიდეთ, მინდა აი გადაცემის რაღაც დარჩენილი 1/13 დაუთმოთ. აი ბრალდებებს მე თქვენს გაჩვენეთ და მე ვნახე ძალიან დიდი ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე. ყოფილ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთან ჩემი ბავშვობის მეგობართან, რომელთან ძალიან სერიოზული ასთა სხვადასხვაობა გვაქვს უკვე ამ ბოლო დროს და უკვე ამაზე ვეღარც ვლაპარაკობთ საერთოდ ვერაფერზე, იმიტომ რომ ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო. და ნუ დღეს ეთქვა ფოკუსად არის ამოწეული სწორედ ნეიტრალური საქართველოს აი ეს პოზიცია, რადგან ქართულმა ოცნებამ თქვა ესეთი რამ, რომ ჩვენ ისედაც ჩვენ გადავტვირთეთ, ანუ 2026 წელს და მე სხვა ეთერშიც ვლაპარაკე, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა ფრონტზე. მან მოიგო იდეოლოგიური ფრონტზე, მან მოიგო არჩევნების ფრონტზე და მან მოიგო აი ეს დაპირისპირება ქუჩაში რაც შეგვიქმნეს აი იმ ფრონტზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად გამოქვეყნეს საზოგადოებრივი გამთლიანებისკენ აბიჯები გადაიდგას, ვინც არიან დესტრუქციული, მათ მოუწევთ კანონს დამორჩილება იძულების წესით, ყოველ შემთხვევაში ღვედის გაკეთება სავით არის ესეც. და მეორეს მხრივ არის საზოგადოებრივი დებატები გახსნილი. ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ თემაზეც ვიდებატოთ. ანუ ასთა განსხვავება რაც ახლა თქვა ჩვენ შორის არსებობს, უფრო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები. და ბევრს ეგესაც საკითხზე არის დებატი გახსნილი. მაგრამ რადიო თავისუფლება რას ამბობდა? რადიო თავისუფლება არის ძალიან რადიკალური პოზიციის, ანუ ის რაღაცა მწარსულის სამყაროს პროექციებს, ბრიუსელის აზრს გვეუბნება რადიო თავისუფლება. კი ბატონო, და რესპონდენტი იძახის, რომ არა, ეს ყველაფერი შეუძლებელია, რომ ეს საქართველოში არ არის დაწერილი ეს სცენარი. ეს სცენარი არის დაწერილი მოსკოვში და უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ახმოვანებენ და ეს ყველაფერი არის რუსულში. ეს საერთოდ ის არ აღიარებს, რომ შეიძლება აქ საქართველოში რაღაც პოზიცია გაჩნდეს რა. სხვა შორის ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ამით ის გარკვეულწილად პროექცირებს იმას, რომ თუ მას ქართველებს ეს წარმოქმნა აქვს, ანუ იგივენაირად შემიძლია მე ვთქვა, რომ ესე იგი შენ რასაც იძახი, ეს არ არის აქაური ქვეყნის პატრიოტიზმიდან და ქვეყნის ინტერესებიდან ამოსული ქართული სქემა. ანუ არცა შევარდნაძე ყოფილა მაშინ და თავისი სქემები. ანუ ესეც სადღაც დაწერა ვიღაცამ ბრიუსელში და თქვენი თქმის არ იყოს, თუ ვიღაცამ რაღაც დაწერა და ღირებულება ჩემოგაჩიჩა, იმის უკან გარკვეული ინტერესი ანუ, როდესაც შენ იძახი, რომ აქ საქართველოს ვერაფერს ვერ მოიფიქრებს და ეს საიდანღაც არის ნაკარნახი, გამოდის რომ საკუთარ თავზეც ლაპარაკობ, შენც ვიღაცამ გიკარნახა საიდანღაც და აბა ჩვენ მეც კი არაფერს არ ვიძახით და ამის მტკიცებულებები არსებობს, გარკვეული ქცევითი პატერნები არსებობს, რაც ამას ადასტურებს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ მე რაც მაქვს განსხვავება ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ჩემი არგუმენტაცია შინაარსობრივ ნაწილს ემყარება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, ეს თქვა რადიკალური მედასავლეთეების პოზიცია, რომელიც იძახის, რომ არა, ეს ყველაფერი უბრალოდ იმიტომ უნდა დავიწყოთ, რომ ეს არის კრემლიდან. ეს ძალიან გვაგონებს კამპანიას რუსული კანონის შესახებ, რომელიც უბრალოდ იმიტომ არ უნდა მივიღო, რომ ეს იყო რუსული. დიახ, და ახლა რუსებს თუ უნდათ რაღაცა ესეთი სცენარი, მათ შეუძლიათ პირდაპირ განახორციელონ კიდევაც არა, არაფერში არ ჭირდებათ აქ ვიღაცა სპიკერების დაქირავება, რომ ნუ ითვლება ალბათ, რომ ეს ბილი ძალა, რა საჭირო არის. ბილი ძალა რატო ჭირდება თუ ორი რეგიონი უკვე ოკუპირებული აქვს, კიდევ გააკეთებს სხვა რამეს. ბილი ძალა რუსებს საქართველოში არ გამოუყენებიათ. რუსებს მე მგონი ის არ ყოფნით რაღაც ისეთი ინტელექტუალური სიღრმეები, რომ რბილი ძალის ისენი ორგანიზება გააკეთონ, ისე როგორც დაუშვათ ის რადიო თავისუფლება იყო თავის დროზე. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები არა დღეს საქართველოს არა იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს რბილი ძალა, როცა მას გამოაცალეს დაფინანსების წყარო საიდანაც ჰქონდა მას თავიდან, გადაიბარა ბრიუსელმა, რომელიც ფაქტებურად საქართველოს წინააღმდეგ არ გავაკვირა, რომ რაღაც ისეთი რაღაც რეზოლუციებს აღარ იღებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ანტიქართულ ქმედებებში გამოირჩევიან ისინი, არა? ეს დამოკიდებულება, რომ ეს რა რუსეთში ეს სცენარი დაწერილი და აქ
აი აქ აჟღერებენ აქ ვიღაცები, მათ შორის მეც, ესე იგი აქ სანამ მოვიდოდი, რაღაც ინსტრუქციები მივიღე თქვენთან ეთერში, როგორ უნდა დამეცვა მე ნეიტრალიტეტი. ხო და მათ უნდათ რომ ანუ ისინი ამბობენ რომ ნეიტრალიტეტი ცუდია და ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს რაღაც ფორპოსტი ამიერკავკასიაშია რა, სამხრეთ კავკასიაში. ანუ ისინი ძახიან რომ ეს არის სქემა, რომელიც მოლდოვამ და უკრაინამ გაითამაშა უკვე და იქ პირიქით ამან არაფერი არ გამოიღო შეგვიძლია ჩავარდნენ რუსულ მორევში და პირიქით ეხლა ამ ომმა აჩვენა რომ ნატო პირიქით ძლიერდება ამერიკაზე არ იყო ლაპარაკი ტრამპის ადმინისტრაციაზე ალბათ როგორც რაღაც დროებით მოვლენაზე რომელსაც გაუვა მალევა და 3 წელიწადში და მე ყველაფერი ისევ დაბრუნდება ალბათ არც ობამა ბაიდენი რო არ გაუვიდეს პასუხისმგებლობას ვინ იღებს ხო არის ან პასუხისმგებლობას ვინ იღებდა იმაზე 2008 წელს რაც მოხდა ან მოგვიანებით რაც მოხდა ხო და თავარი კიდე ერთ კითხვასაც დავამატებ იმიტომ რომ ამ თემაზეა ციტირებას გავაკეთებ რომ პირიქით ეხლა დადგა ალიანსების დრო. ანუ თავარი არის ქვეყანას ადგას რისი ერთგულია, რუკა შეგვიძლია არ დავხედოთ რა მოწყვლადობა გააჩნია. ეხლა არის ალიანსების დრო პირიქით. რომელი ალიანსია ჩვენს გარშემო და ჩვენთან ახლოს არის ერთი ODKB და მეორე არის NATO. სხვა ალიანსი აქ არ არსებობს. ბუნებრივია ხო ხვდებით ჩვენ რომელიც იგულისხმება. არა, მე ვერ ვიგებ ესე იგი NATO-ს ყველაზე დიდი სპონსორი სახელმწიფო, ვინც შექმნა NATO ვინც აფინანსებს ნატოს და ვისაც აქვს ნატოს მთავარი სახელმწიფო სტატუსი ამერიკის შეერთებული შტატები მისი ადმინისტრაცია და მისი პრეზიდენტი აცხადებენ რომ ნატო აღარ გაფართოვდება ეს ჩაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგიაში ახლა მეტი რა ენაზე უნდა გითხრან ამ ხალხმა რა უნდა აი რანაირად მოგვითარგმნონ ჩვენ ინგლისურათაცაა ეს დაწერილი ყველა სოფლიო ენაზე ითარგმნა მათ შორის ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. სხვანაირად ისინი ვერ გვეტყვიან ჩვენ ამაზე. თუ ამის გაგება არ უნდათ, ეხლა რადიო თავისუფლებას თავის დღესასრიგი აქვს და რამენაირად ის პუბლიკა, რომელიც იმას უსმენს, უნდა შეინარჩუნოს და მათ უნდა მიცეს საკვები. იქ ესეთი რესპონდენტები ჭირდებათ, რომლებიც იტყვიან, რომ არაკაცო ნეიტრალიტეტი რაშია საჭირო, ეხლა დადგა ალიანსების დრო. რომელი ალიანსის? ალიანსი ჩვენთან ოდნავ ისეთ რაღაცნაირ სიახლოვეს ეს არის ერთი ODKB. ODKB-ში ხო ვერ შევალთ. ოკუპირებულია ჩვენი ორი ტერიტორია. და მეორე არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რომელიც კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ იქითკენ უნდა ვიაროთ. ჩვენ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ აქ აღარ არის თქვენი ადგილი. აი ესეთ აბსურდულ სიტუაციაში ვართ, იცით? მე მინდა ეხლა ორი სიტყვით ვისარგებლო ამ დარჩენილი დროით და თქვენთვის და მაყურებლისთვისაც ვთქვა. ნეიტრალიტეტზე პირველ რიგში შვეიცარია ნუ გაგვახსენდება ჩვენ. ნეიტრალიტეტზე გაიხსენეთ თქვენ ავსტრია, რომლის ნეიტრალურ სტატუსსაც მოსკოვში მოეწერა ხელი ომის შემდეგ და ამან გამოიწვია ავსტრიის დეოკუპაცია. უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ორი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და ODKB-ს მთავარი ქვეყნის მმართველობის ქვეშ, რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფება. ჩვენ თუ შევალთ იმ ერთ-ერთ სამხედრო ალიანსში, რომელიც მათთან არის კონფრონტაციაში და რომელთანაც იმყოფება რუსეთი ომში უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენ მაშინ ხელს ვაწერთ იმას, რომ ჩვენ შევდივართ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ხელახლა რუსეთთან. ჩვენ თუ შევალთ ევროკავშირში, რომელიც ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ხელმძღვანელი და ლიდერი გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის ომისთვის ემზადებია არის შეიძლება მოხდეს საომარი რაღაცა კონფლიქტი რუსეთთან, მაშინ ჩვენ ხელს ვაწერთ იმაზე, რომ ჩვენ თუ რუსეთთან კონფლიქტს ავარიდეთ თავი უკრაინის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება რომ ევროპასთან ამ რაღაცა არაადეკვატური მოთხოვნილების რაღაცა ილუზორული წარმოდგენა, აი ჩვენ ევროპელები ვართ და შინ ევროპაში და ასე შემდეგ, უკვე ევროპის გავლით შევიდეთ კონფლიქტში რუსეთთან. ხო? ნეიტრალური სახელმწიფოები იყვნენ შვედეთი და ფინეთი, რომლებიც დათმეს თავიანთი ნეიტრალიტეტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის
სასარგებლოდ და მე ვკითხულობ სულ რამდენიმე თვეა უკვე რაც ისენ თუ ერთი წელია რაც შევიდნენ რომ აი მოდი გამოვიკვლიოთ ჩვენი კვლევითი ცენტრები არსებობს ამის და გამოვიკვლიოთ მათი უსაფრთხოება უფრო მეტადაა დღეს დაცული თუ მათმა უსაფრთხოებამ უფრო ხო ანუ ისინი უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან სწორედ რუსეთის სამხედრო იმებს ოლქებს თუ შეხედავს არა ვისაც ეს დიპლომატია ვისაც ქვია რომ დიპლომატია ყველა დიპლომატი კი არაა ამ დიპლომატებმა ჯერ უნდა ნახონ ის სამხედრო ოლქები სად არსებობდა სად იყო უნდა ნახონ რომ ის ეგრეთ წოდებული ლენინგრადის სამხედრო ოლქი მანამდე ვიდრე ფინეთი გახდებოდა ნატოს წევრი რამდენ ჯარისკაცს ითვლიდა და საერთოდ ის ოლქი არსებობდა თუ არა როგორც ოლქი და უნდა ნახონ დღეს რა ხდება იქ ბალტიისპირეთის და ფინეთის მიმართულებით საომრად ემზადებიან იქ რეალურად ესეა აი როგორც 2008 წელს 53 და 57 არმიები წვრთნებს ატარებდნენ ჩრდილო კავკასიაში და უკვე აგვისტოს დასაწყისში წვრთნა დამთავრებული ახალი წვრთნა ჩატარებული არმიები მზად იყვნენ საქართველოში შემოსასვლელად დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია დღეს ფინეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვართან ამიტომ ვამბობთ ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველო ხაზს უსვამს იმას რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები ჩვენ მართალია არ ყავს რაღაცა ენით აუხსერელი სამხედრო კონტინგენტის არ გააჩნია საქართველოს მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება და თავარია რომ ეს გამოცდილება იყოს დღევანდელ რეალობაში აღქმული სწორად ჩვენს მიერ და რაღაც ისევ ილუზიებში არ ვიცხოვროთ იმის რომ აი დაუშვათ იქ ხო იყო 90-იან წლებში რომ აი ხლა იქ აი ამერიკა ვიღაცამ სენატორმა ეს განაცხადა და კონგრესმენმა ეს განაცხადა და ისინი მოვლენ და აღადგენენ ან დაიცავენ საქართველოს ტერიტორიას თუ შეიძლება ბოდისვიხდი ერთ დიდ დროს არ წაგარდნენ რომ ამბობენ რომ იყო საქართველოს ოდესმე ნეიტრალური და ამან არ გაამართლა საქართველოს ნეიტრალური არასდროს არ ყოფილა იმ კონსტიტუციაში კი წერია დემოკრატიული საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნეიტრალურია საქართველო ეს უკვე ვაგონში ჩაწერეს სადაც მიიღეს მათ ეს კონსტიტუცია გასაგებია იქ წერია თორემ მანამდე ინგლისელების ჯარი თურქების ჯარი რუსების ჯარი და გერმანელების ჯარი ცვლიდა ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე თვით გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს რომელსაც რეალური წონა არ გააჩნია თუ არ მოხდა გარკვეული შეთანხმება საპირისპირო არგუმენტი არის რომ პირიქით ანუ ალიანსების დრო არის იმიტომ რომ მოდის უკვე ბალტიისპირეთის მაგალითი რომ როგორც კი ქვეყანა ხდება ალიანსის წევრი ნატო იგულისხმება რუსეთი ცვლის მის მიმართ დამოკიდებულებას და მე უკვე უწევს ეშინია ბალტიისპირეთის მე უკვე უწევს ანგარიშის გაწევა იმიტომ რომ ეს უკვე კოლექტიური ილუზია ეგ არის აბსოლუტური ილუზია მე კიდევ დაუბრუნდები უკან იმას რომ შვედეთი არავის არც ოკუპაცია გაუკეთებია და არც შვედეთი იყო ნეიტრალური ნაპოლეონის ომების შემდეგ ვიდრე ეხლა არ შევიდა ნატოში ფინეთი რამოდენიმე ომის შემდეგ იყო ნეიტრალური, ვინაიდან მათ ნახეს ზუსტად საკუთარი წარე გამოცდილებით თუ სხვა ქვეყნების პროქსი სახელმწიფო როგორ იმართება ორ დიდ ალიანს შორის დაპირისპირების დროს. ფინური მაგალითი ყველაზე უფრო სასაცილოა, იმიტომ რომ როდესაც შენ გაქვს გამოცდილება, რომ 39 წელს ომი ჰქონდა, მაგრამ 45 წელს სტალინმა, რომელიც იდგა ბერლინში და წაღებული ქონდა მთელი აღმოსავლეთ ევროპა პრაქტიკულად ფინეთი დატოვა ნეიტრალურ დამოუკიდებელ ქვეყანად რა არ შეეძლო მას ახლა ეს ინგლისთან შეთანხმებით იყო ეს ინგლისთან შეთანხმებით და ბუნებრივია რომ შეთანხმებით ხდება ეს ყველაფერი მაგრამ შესაძლებელი იყო რომ ის შეეგვა მან წაიღო კარელია რაც ჭირდებოდა უსაფრთხოების ზონისთვის მაგრამ ის შეეგვა ის შეთანხმებით იყო რომ დარჩა სახელმწიფოდ თქვათ მაგრამ იმას თავის სტატუსი ჰქონდა ამაზე ხო იგივე მოხდა თურქეთზე უამრავი სხვა მიმართულებით ეხა რუსული და საბჭოთა ამბიცია ბევრად დიდი იყო მაგრამ დადგა რაღაც ძალთა ბალანსი პარიტეტი და ჩამოყალიბდა ის სივრცე რაც ჩამოყალიბდა იმის თქმა მინდა რომ ფინეთმა შემდეგ დღევანდელ დღემდე იცხოვრა ამ რეალობაში და იცხოვრა საკმაოდ და კარგად მოსუხდა კიდევ საკმაოდ წარმატებულად და ყველა მხარეს ვაჭრობით ბუნებრივია ამიტომ თუ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი ადამიანი ცდილობს იპოვნოს საუკეთესო სქემა რა არის მისთვის ამ შემთხვევაში უსაფრთხო მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში არსებობს დიდი სახელმწიფოები მაგრამ
უპირატესი გავლენა უკვე ხსენებული მიზეზების გამო გააჩნია რუსეთის ფედერაციას, რაც სხვა ტიპის დამოკიდებულებაში გვაყენებს. ამიტომაც შეკავება და გაწონასწორების მექანიზმი ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა. უბრალოდ მე არ მჯერა დღევანდელ რეალობაში, როცა ლაპარაკია ალიანსის წევრობაზე, 2022 წლის შემდეგ, გეოგრაფიულად ესეთ ადგილას და მე იმ მდგომარეობაში არსებული ქვეყანა რანაირად შეიძლება გახდეს იმ ალიანსის წევრი, მთელი იმ პროცესის ამბობენ ის ალიანსი და სხვა ენაზე უნდა გითხრან. ჩვენ დავჭერთ ზუსტად 2 წუთი და მე მინდა რომ მოკლედ გამოეხმაუროთ იმ თემას, რაც ქვეყნის შიგნით არის შეცვლილი, გულისხმობ იმას, რომ მართლა ძალამ თქვა, რომ სწორედ დემოკრატიული დღის წესრიგი არის ის, რომ უნდა გაიხსნას ნებისმიერ თემაზე დებატი, ქუჩიდან პროტესტი უნდა გადავიდეს საჯარო სივრცეში, ლეგიტიმურ საჯარო სივრცეში. თქვენ როგორ აფასებთ აი ამ შეიძლება ითქვას ცვლილებას და ძალისხმევას, რომ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, არსებობს სწორი წესები პოლიტიკის კეთების და ყველანაირი დესტრუქცია პირიქით. დადებითად ვაფასებთ ამას, ჩვენ მონაწილეობთ კიდევაც ამ დებატებში. მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც ვარ დაპატიჟებული ამ დებატებზე პრემიერ-მინისტრთან. და ეს არის ძალიან კარგი და ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ საზოგადოებაში იყოს ურთიერთობა, მოიშალოს ზიზღისენა და ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, როგორც ახლა მე და თქვენ ვლაპარაკობთ დაუშვათ იგივე ნეიტრალიტეტის მართალია დღეს დებატი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე და ფასებზე, მაგრამ ეს პირველი ახლა იწყება, თორე ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველოს გამოაქვეყნა თავისი 9 პუნქტიანი ესე იგი რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი ამ ფასებთან დაკავშირებით, როგორ და რა მეთოდებით შეიძლება ფასების სტაბილიზაცია და ამასთან დაკავშირებით მეც მიმიწვიეს ამ დებატებზე. ეხლა კიდევ სულ ბოლოში ვიტყვი იმას, რომ ეს ნეიტრალიტეტის სტატუსი ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ამ 30 წლის განმავლობაში რაც იმუშავა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციისთვის ამის პარალელურად კიდე ამდენი რო ემუშავა, ან ამის ნახევარი რო გაგვეკეთებინა ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოს ყოფილიყო ნეიტრალური სახელმწიფო, არა, ჩვენ ბევრად უფრო რეალისტური სურათი გვექნებოდა და გვეცოდინებოდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ამ მიმართულებით ხო არ გვიმუშავია, ჩვენ ხო არ გვილაპარაკია არც თურქებთან, არც ირანთან, არც ჩინეთთან, არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ბრიუსელთან, საიდანაც მოდის ბოლო 3 წელია თუ 4 წელია საქართველოს წინააღმდეგ საშინელი აგრესია და ულტიმატუმი მხოლოდ და გვექცევიან ისე აი როგორც რაღაც იმაში აი როგორც ბორელმა თქვა რაღაც ჯუნგლებში მდებარე რაღაც ტერიტორიას. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას სტუმრობისთვის. საღამოს აუცილებლად ვნახავთ თქვენს ეთერს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია დებატების კულტურის დაბრუნება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენი გადაცემა დღეს დასრულებულია. მე გეშտოვებით ხუჩა ბატონო.